უკვე 29 დღეა მზე ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შემშილობს. სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ვიამედის კლინიკური დირექტორის განცხადებით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. სურაჩხაიძის განმარტებით, პაციენტს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა, მათ შორის განმეორებითი კვლევები. ის ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას და რჩება მონიტორინგის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, მასზე ვრცელდება პენიტენციურ სისტემაში არსებული წესების შესაბამისად. მას უქმე დღეებში უფლება დამცველი ვერ ნახულობს. სწორედ ამიტომ ადვოკატის განმარტებით კლინიკაში დღეს დილით ჟურნალისტთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა. მდგომარეობა რჩება იგივე, ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას, უგრძელდება მას ჩვენი რეკომენდაციები და იმყოფება მონიტორინგის ქვეშ, უტარდება ასევე დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები. რეკომენდაციები გამომდინარეობს მისი ზოგადი მდგომარეობიდან, რაც ახასიათებს შეშლის ეფექტს ამდენი დღის განმავლობაში. თქვენ იცით კარგად, რომ მოინახულა სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ექიმთა ჯგუფმა პაციენტის შეხვდა ჩვენ, იყო ჩვენი ასთა ურთიერთგაცვლა, შევჯერდით ერთობლივ რეკომენდაციებზე.